It is predicted. I'm an energy and water company. Direct investments in Georgian energy sector has been second, only after two. Ატიცებულო კოლეგებო, სასტუმრებო, მოგესალმებით პირველ რიგში და მინდა გამოხატო ჩემი პატივისცემა ევანგელის შეხვედრის ორგანიზატორების მიმართ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადავუხატო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მეშვეობით უკვე 20 წელზე მეტია ეხმარება ქვეყანას სხვადასხვა დარგების და მათ შორის ენერგეტიკის დარგის განვითარების მიმართ. ჩვენ ამ 20 წლის განმავლობაში USAID-თან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელებთ საქართველოს ენერგეტიკის განვითარებისთვის. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არ უნდა დავკმაყოფილდეთ იქით, რაც იქნა გაკეთებული ამ 20 წლის განმავლობაში და შესაბამისად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ მეტი მნიშვნელოვანი ასეთი მასშტაბური პროექტები იქნეს განხორციელებული. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემასთან დაკავშირებით სურს აღნიშნო, რომ ტრანსსაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობა, ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, დაარსებულის რეაბილიტაცია, შიდა ენერგეტიკული სისტემის გრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიის სწორედ ის უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რომლის ირგვლივაც წარმატებულად ვითარდება რეგიონალური თანამშრომლობა. მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხატო ყველა ინვესტორ კომპანიას, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს. ასევე მინდა მადლობა გადავუხატო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, ვინც წარმატებულად აფინანსებს საქართველოში ენერგეტიკულ პროექტებს და მისასალმებელია, როდესაც ვისმენთ ჩვენ, რომ ამ ორგანიზაციებისთვის ენერგეტიკა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ტრანსსაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დიდადებული ნაბიჯი იყო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა, ჰიდრორესურსების ათვისების მიმართულებით კერძო სექტორის გააქტიურება, გადაცემის სისტემის, ვაჭრობის ინსტრუმენტებისა და საინვესტიციო რისკების შემცირების მექანიზმების დახვეწა, პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. აქვე ნება მომეცით აღნიშნო, რომ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება და ტრანსსაზღვრო ვაჭრობის განვითარება სწორედ ის მიმართულებებია, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის, რეგიონის და ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ციფრში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ არაერთხელ გავიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის მდიდარი თავისი ჰიდრორესურსებით. ჩვენ ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოვახერხეთ. ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება მშენებლობის პროცესშია და ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა იგეგმება სამომავლოდ. თუმცა ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ ამ ყველაფერზე. ჩვენ ძალიან დიდი შესაძლებლობები გაგვაჩნია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რესურსები მაქსიმალურად იქნეს ათვისებული და რაც მთავარია, რაციონალურად იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეობით. მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა მოგაცემოთ ყველას, ჩვენს პარტნიორებს, კომპანიებს, საფინანსო ორგანიზაციებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს განახორციელებთ საქართველოში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებას.